ტრამპსა მიზნების თავიდან ჰქონდა რომ დაესრულებინა, მე მგონი უკრაინას ზეწოლით ვერ მიიღწევა ვერანაირად. შეიძლება მხოლოდ მიიღწეს რუსეთის ზეწოლით. ადმინისტრაცია არ უნდა გამოვიყვანოთ როგორც რაღაცა პუტინის დავალების შემსრულებლები. ჭორები რაც ვრცელდებიან ადმინისტრაციიდან, არის რომ ტრამპს ძალიან ეშინია ბირთვული კონფლიქტის, ომის. მეგობარი აქტის მიღება არის პოლიტიკა ამერიკა უპირველეს ყოვლისას მხარდაჭერა, რაც არის ტრამპის ლოზუნგი. განა რამდენი დრო დაგვრჩა ამისთვის, რომ ესე მივენდოთ? შესაძლებელია რესპუბლიკელების ადმინისტრაციას ზედმეტი მოუვიდა, ესე ვთქვათ. თუ რას აკეთებს ტრამპი? უშუალოდ უკრაინა რუსეთთან მიმართებით და შეიძლება თუ არა რომ ამან ომი დაასრულოს საერთოდ. რუსეთი აღარ წარმოადგენს ისეთ მეტოქეს, როგორც იყო თქვა საბჭოთა კავშირი ამერიკის შეერთებული კი, მაგრამ ჩაგეჭრებით, ასევე ამერიკისთვის ჰეგემონია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტრამპი დაინტერესებულია, რომ ეს სანქციები დაადოს რუსეთს. ეს ადმინისტრაცია ბოლომდე ვერ იაზებს, რამდენად იაფი არის მათთვის ამ ომის სამხედრო დასრულება. და ამას ტრამპი ვერ იაზრებს და ამერიკის მთავრობა ვერ იაზრებს, რომ თუნდაც ორჯერ უფრო მეტი ძალისხმევით შეუძლია ბევრად უფრო დიდ შედეგზე გასვლათ. იმედი მაქვს რომ ვწდები და იმედი მაქვს რომ გიორგი მართალია და რომ მომდევნო თვეებში ვიხილავთ რომ